ხელი ღამეოთ მიგლებოდი თუ ისე დავებოდი კოჩაში. ახლა საყვანაო მაგის გამოდიწყება. მაგა ბევრი. შიგნიდან გავიდი. მოგესალმებით, ბათუმელები ერთვება პირდაპირ ევროპის მოედნიდან, ბათუმიდან. დღეს აქ მოძრაობას სირცხვილეს აქტივისტები მართავენ აქციას სახელწოდებით არა ოკუპაციას. მოგეხსენებათ 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომი მოხდა რუსეთს საქართველოს შორის. აქ 20-მდე ადამიანია შეკრებილი დაახლოებით, რომლებიც განან პოსტერები Stop Russia. ოკუპაცია ახლოსა 223 კილომეტრი ბათუმიდან სოხუმამდე და ასე შემდეგ. გავესაუბროთ აქტივისტებს, რას აპროტესტებენ ისინი, რას მოითხოვენ და რა არის მათი გზავნილი ომიდან 12 წლის შემდეგ. მოგესალმებით, ბათუმელების ეთერში ხართ თქვენ. რომ გითხრათ დღეს რა არის თქვენი გზავნილი ხელისუფლებისთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველი წლის ომის ყოველი წლის თავზე ჩვენ აღვნიშნოთ ხოლმე ის, რაც მოხდა 12 წლის წინ ამ დროს. მოგესალმებით. ჩვენ თავარი ძირითადი მესიჯები გამოტანილი გვაქვს, მაგრამ ბუნებრივია ამას გავუშვით საუბრისოს. ამბავი ისაა, რომ ყველა თავარი ღირსება ამ ქვეყნის არის ქართული საზოგადოება და თითოეული მოქალაქე. როცა ჩვენ ხედავთ, რომ წლების განმავლობაში უკვე მე-12 წელია ვიცით, რომ ეს ამბავი მოხდა და გრძელდება. ქართული საზოგადოება ღირსება ვერ დაიბრუნა და ძალიან ცოტას აწუხებს ეს ამბავი, რომ ისევ ოკუპანტი ქვეყანა ყოველდღიურად ვაწუხებს თუ არა ყოველ კვირაში რაღაც ახალი ამბავი ხდება. ისევ იგდროა ქართული მოსახლეობისა და ქართველების უფლებები და ამას საერთოდ არ ექცევა ყურადღება. ჩვენი თავარი გზავნილი ეს არის, რომ მიუხედავად ჩვენს ქვეყანას და გამოცდილებას. თქვენი სახელი და გვარი? არსენ კოჩალის. და ვის წარმოადგენთ? მე ფიში ხადამჭერი ვარ. თამარ კურატაშვილი აქ მოძრაობის სირცხვილეს ერთ-ერთი აქტივისტი, როგორც ის გვეუბნება. თამარ, რას აპროტესტებთ დღეს? თან ერთ-ერთი ორგანიზატორი ხართ აქციის ბათუმში, როგორც ვიცით. გამარჯობა. ჩვენ ვაპროტესტებთ ოკუპაციას. დღეს არის 12 წელი გავიდა აგვისტოს ომის დაწყებიდან და უნდა ახსოვდეს, როგორც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მისი ტერიტორიები არის ოკუპირებული და იმ გადაწყვეტილების და იმ ნაბიჯების მიღებისას და იმ ურთიერთობებში ოკუპანტ სახელმწიფოსთან ყოველთვის უნდა ახსოვდეს და შეინარჩუნოს პრინციპები, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველ დღე როგორ იტაცებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანებს, ვხედავთ ასევე როგორ იწევს საზღვრები და მცოცავი ოკუპაცია გვაქვს სახელმწიფოში და შეუძლებელია ამაზე მინიმუმ საერთაშორისო დონეზე არ იყოს ხელისუფლების და შესაბამისი რეაგირება. ამიტომ აქ გავართ დღეს ამ მძიმე თარიღის საჩვენებლად კიდევ ერთხელ დასანახებ ხელისუფლებას, რომ არ დაგვაუწყდება ოკუპაცია. დიდი მადლობა. თამარ კურატაშვილი იყო ჩვენს ეთერში. თამარი არის მოძრაობის სირცხვილეს ერთ-ერთი აქტივისტი და აქცია არა ოკუპაციას ორგანიზატორი, რომელიც ახლა ევროპის მოედანზე იმართება ბათუმში. 20-მდე ახალგაზრდა აქვს შეკრებილი მოძრაობის სირცხვილეს წარმოადგენლები, ძირითადად, რომლებიც აპროტესტებენ რუსეთის ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მიერ და ეხმაურებიან ერთგვარად 2008 წლის შემდეგ ომის მე-12 წლის თავს. Stop Russia ხედავთ მოქალაქეს, რომელიც ეს პოსტერი დგას ევროპის მოედანზე. გამარჯობათ, ბათუმელების ლაივში ხართ, რომ გითხრათ დღეს რა ფაქტს ეხმაურებით? არ ვისაუბროთ? ვერ გავიგეთ. ანუ ლაივში კარგი. ის მოწინააღმდეგე რომ ლაივში არის ჩართვა მოძრაობა ლელოს აქტივისტებს ხედავთ ჩვენ აქ, რომელიც ამ აქციაზე იმყოფებიან. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ხართ. ირაკლი კუპრაძეს ხედავ, მაგალითად მოძრაობა ლელოდან. ირაკლი, რომ გითხრათ, რას ეხმაურებით დღეს და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ 2008 წლის შემდეგ 12 წლის თავზე გავიხსენოთ ის, რაც მოხდა ამ დღეს. დღეს ჩვენ
კიდევ ერთხელ ვიხსენებ იმ ძალიან მძიმე დღეს, რომელიც გადაიყენა ჩვენმა სახელმწიფომ და სამშობლომ. სამშობლო ეს სიტყვა დღეს რაღაც მივიწყებას მიეცა. სამწუხაროდ ამას აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი აქტივისტები და პატარ-პატარა ორგანიზაციები. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება საკუთარი ეროვნული ღირსების დაცვისკენ. და ხშირ შემთხვევაში ეროვნული ღირსების დაცვა გადის სწორედ ისეთ მნიშვნელოვან დღეებზე, რაც არის დღევანდელი დღე 7 აგვისტო, 8-9 აგვისტო, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმედ გადასატანი. ჩვენ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები განვითარებისა, სტაბილური განვითარებისა. რუსეთი, რომელმაც აღიარა ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა, ეს ხო კიდევ ერთი დარტყმა ქართულ სუვერენიტეტზე და სახელმწიფოებრიობაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ეროვნული ღირსება და მოსახლეობას დღეს ყოველდღიურ რეჟიმში ვახსენებდეთ და ვესაუბრებოდით, რომ მხოლოდ ერთიანობით შეიძლება ამ კრიზისიდან გამოსვლა, არა მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომელზეც ჩვენ დღეს ვართ პასუხისმგებლები და ვაკონტროლებთ, არამედ ეს უნდა ვაჩვენოთ სწორედ ჩვენს აფხაზს და ოს ძმებსა და დებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ ამბობ, სამწუხაროა, რომ ეს არ არის სახელმწიფოს ერთიანი ეროვნული პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. იმედი გვაქვს, რომ ეს შეიცვლება და სწორედ ამისთვის იბრძვის დღეს ლელო საქართველოსთვის სხვა ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად. მადლობა. ეს იყო ირაკლი კუპრაძე, მოძრაობა ლელოს ერთ-ერთი აქტივისტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ახლა ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც მოძრაობა სირცხვილეს აქტივისტები, ასევე ლელოს აქტივისტები არიან. მართავენ აქციას, სახელობით არაოკუპაციას და 12 წლის შემდეგ, 2008 წლის შემდეგ, ისინი აგვისტოს 2-ს აპროტესტებენ ხელისუფლების მოქმედებას ოკუპაციის წინააღმდეგ. ისაუბრებ აქციაზე ადამიანები, მაგრამ არ გვხვდება. აი პოსტერით დგას აქ ერთი მონაწილე აქციის, რომელსაც ეკრა რომ ოკუპაცია ახლოსა 108 კილომეტრი ბათუმიდან სოხუმამდე. მოგესალმებით ბათუმელების ლაივში ხართ, რომ გითხრათ დღეს აქ რა საპროტესტებთ და არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ყოველ წელს ჩვენ ვიხსენებდეთ ამ დღეს და გქონდეს საკუთარი პოზიცია. გამარჯობა, მივესალმები მაყურებლებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არათუ ყოველ წელს, არამედ ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ეს თარიღი და არათუ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ყოველდღურად მიმდინარეობს ოკუპაცია. ჩვენ დღეს ზუსტად ამას ვაპროტესტებთ. 12 წელია გასული იმ დღიდან, როდესაც რუსეთმა დაარღვია ჩვენი ტერიტორიული საზღვრები კიდევ ერთხელ და მოახდინა საქართველოს ანექსია და რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს თარიღი და ამის ფონზე მინდა გამოეხმაო, რომ კიდევ დღევანდელი პრემიერის განცხადებას, როდესაც თქვა ესეთი რაღაც, რომ თითქოს უსაფრთხოება არის უალტერნატივა და ჩვენ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და ეს იგრიბად თითქოს რაღაც ისეთი განაცხადი არის, როდესაც საქართველოს მთავრობა ხელს აფარებს რუსეთის ქმედებებს და ეს ყველაფერი გამოწვეულიყო მხოლოდ ჩვენი შეცდომის გამო. ხო, ამის თქმა მინდოდა სულ. მადლობა. თქვენი სახელი და გვარი? ირაკლი კუკანია. და გირჩის აქტივისტი ხართ? ერთის წარმოადგენელი ვარ ბათუმში. ეს იყო აქცია არა ოკუპაციას, მოძრაობა სირცხვილეას წევრების გირჩის და ლელოს წარმოადგენლისგან შედგებოდა, ასევე 20-მდე კაცია აქ ხაშეკრებილი ევროპის მოედანზე. მოქალაქეები იხსენებდნენ ომიდან 12 წლის თავს 2008 წლის შემდეგ 12 წელი გავიდა წელს ზუსტად მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიკავა საქართველოს ტერიტორიები. აქ მდგომი მოქალაქეები ამ მომენტს იხსენებენ და აპროტესტებენ ხელისუფლების უმოქმედობას ოკუპაციის საკითხებში. მადლობა რომ გიყურებთ. ნახვამდის.